მინდა მოვიწვიო ნინო ზურიაშვილი ჩვენთან ეთერში სტუდია მონიტორის დამფუძნებელი ნინო საღამოშიდობის მადლობა მოსვლისთვის ეს თიცუდი ამბავი დაგვემთხვა ჩვენს მედიის ინდექსზე უნდა ვისაუბროთ დღეს თუმცა ჩვენ ახსაც რაღაცა ამ ეტაპისთვის ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს მართლა დიდი დანაკარგი ეს არ არის გამოწვეული რაღაცა ისეთი მიზეზებით რომელიც მედიას ახასიათებს ხოლმე ეს მათი პერსონალური გადაწყვეტილება მათ სხვა გეგმები აქვთ ამ ეტაპისთვის მოცემულობებიდან გამომდინარე ძალიან მკაფიოთ რომ ეს მიზეზები კი არის პერსონალური მაგრამ აბსოლუტურად ესეთი უმძიმესი მედია გარემოს თიც არის გამოწვეული და მედია სივრცემ დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა. პირადად ჩვენ ჩემს ოჯახში აბსოლუტურად ყოველ დღე უყურებდით ამ გადაცემას და ეს გადაცემა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ უბრალოდ არ გამოგრჩებოდა არც მსოფლიოში, არც საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი და თანაც გთავაზობდნენ ამ ამბის ანალიზს. დეტალურ ანალიზს ძალიან საინტერესო სტუმრებთან მიდიოდა დიდი სიჩქარით და ფაქტობრივად მოიცავდა ხოლმე ყველაფერს და ძალიან დამწყდა გული ამ გადაცემის ეთერიდან გაქრობის გამო ეს არის პირველი ნიშანი რა სიმბოლურია რაღაცნაირად 3 მაისი თენდება პრესის თავისუფლების დღე თუ რაღაც მედიის დღე რა ვიცი ზუსტად როგორ ქვია მაგრამ ჩვენთან ეს დღე არ არის თავისუფლების კი არა ფრთების შეკვეცის დღე არის და ჩვენთვის აგერ ცოტა ხნის წინ მთელი ტელევიზია დაიხურა და ძალიან წყდება გული როცა ესეთი მაღალი დონის პროფესიონალები პოსტებს წერენ Facebook-ზე რომ აი ვეძებ სამსახურს და აი ვიცი რა გამოცდილება აქვს ვიცი როგორ უბრძოლია და ასეთ დროს რჩება უმუშევარი ადამიანი. ეს არის დღეს ჩვენი მედია გარემო და ეს კიდე ალბათ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც გვიპირებს და უნდა რომ დაატრიალოს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აი ხანდახან ვიტყვი ხოლმე რომ საიდან დავიწყო რომ ეკითხებიან რა ვითარება საიდან დავიწყო? იქიდან დავიწყო, რაც თქვენს კადრებში ისედაც სულ ტრიალებს, რომ რა შემზა რამდენჯერ ვნახე გურამის თავდასხმის კადრი, მაგრამ ყველა ნახვაზე რა შემზარავია, თუნდაც მაკასი და როგორც ცემენ ურტყავენ, როდესაც კამერიან, სულ ამბობ, შეიძლება არ უნდა დაუპირისპირდე ფიზიკურად, რა თქმა უნდა, არავის, მაგრამ როცა კამერიან ჟურნალისტს კამერასთან ერთად ურტყავ, შენ ურტყავ პირდაპირ მედიას და მედიის თავისუფლებას ურტყავ, ხო ასე არა? მის მაყურებელს ასევე. შენს საზოგადოებას ურტყავ იმ კამერის გავლით. მაყურებელი კიდე ცალკე თემაა, მაგასაც ვიტყვი რა. იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ სულ ყველას მინდა რომ ავუხსნა მაყურებელს და ვინც ჩვენ გვიყურებს რომ ჩვენ არავინ არაფერს არ გვერჩის პერსონალურად იდეაში, იმიტომ რომ ამ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ხელმძღვანელობას ბევრი ჩემი ყოფილი მეგობარია, ბევრთან მეტნაკლებად რაღაცნაირი ნაცნობობა მაკავშირებს. ანუ პერსონალურად კი არ მერჩიან. იმიტომ მერჩიან მეც და თქვენც, მით უმეტეს თქვენც ხო ძალიან ბევრს იცნობთ პირადად, არა? თქმა უნდა. ჩვენ იმიტომ გვერჩიან, რომ არ მოგაწოდოთ თავისუფალი მედიიდან ინფორმაცია. რომ თქვენ ისხდეთ აი უხეში ნათქვამია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თქვენ ისხდეთ ჭურში, რომ თქვენ არ იცოდეთ სიმართლე თქვენი ხელისუფლების შესახებ. არ იცოდეთ არაფერი და მხოლოდ იყოთ მოწყვლადი ისეთი ადამიანები, რომლებიც დაემქვემდებარებიან პროპაგანდას და მხოლოდ გიყურებენ არა როგორც ადამიანებს, არა როგორც მოქალაქეებს, არამედ როგორც საარჩევნო რესურსს. აი ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება. როცა ჩვენ გვეკითხებიან ხოლმე რომ რა არის თქვენი ყველგან ვიძახი რა არის თქვენი ძირითადი პროდუქტი, რას ქმნით, რისთვის შეიძლება დაგაფინანსოთ. ჩვენი ძირითადი პროდუქტი არის ინფორმირებული ადამიანი. ამას ყოველთვის ვიმეორებ. ინფორმირებული მოქალაქე. და ეს ინფორმირება იმიტომ სჭირდება რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიდეს პროგრესი. სხვანაირად ხო ჭაობში აღმოჩნდებით და ერთ წრეზე ვიტრიალებთ. და ეს არ არის ჩვენთან ბრძოლა. ეს არის
ხალხის საარჩევნო რესურსად განხილვა, ხალხის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა, ისე რომ მათ დაუყარო პროპაგანდის საკენკი და დარჩნენ იმისამარად. აი ძალიან ისე ამბობ კორექტულად. მასად განხილვა. დიახ, საარჩევნო მასად განხილვა. დიახ, შეურაცხყოფა საკუთარი მოქალაქეების. ვერ იაზრონ, თუ იაზრონებ და თუ გეცოდინება ინფორმაცია შენი ხელისუფლების შესახებ, შეიძლება არაერჩიო და ზუსტად ეგ არის მიზეზი, მთავარი მიზეზი, რატოც თქვენს გამო გვერდჩიან ჩვენ. ჩვენს გამო კი არა, ჩვენ კი არაფერი, ჩვენთან კი არაფერი აქვთ ანგარიში გასასწორებელი. მოსახლეობა რომ მოაქციონ ვაკუუმში, მოსახლეობა რომ იყოს ჭურში, ასე ვიტყოდი. ცოტა უხეში გამოთქმაა, მაგრამ ნუ რა ვქნა ეხლა, ესე ეძახიან ადამიანს ქართული გამოთქმის მიხედვით, რომელიც წარმოდგენა არა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაზე. და როცა მეკითხებიან წეგან ზუსტად მაგიდან დავიწყე ნინო რომ აი დღეს პრესის თავისუფლების დღეა და რა დღეში ხართ თქვენ უკვე მკითხეს სხვებმაც და საიდან დავიწყო არ ვიცი ფიზიკური ანგარიშსწორებია ჩვენ ვიხილეთ უსასტიკესი აღარ მოყვები უკვე ვთქვი ინფორმაცია საერთოდ რო არ გვაძლევენ უკვე წლებია ამას თითქოს შეეჩვია ხალხი მაგრამ ყველა ჯერზე არ ღვევენ ჩვენს კანონიერ უფლებას რომ მივიღოთ რაღაცა ინფორმაცია ეს რასთან დაკავშირებით აუდიტორს კიდე რომ უთხრათ ტენდერები დეკლარაციები და ასე შემდეგ და რატომ ალავენ მოდი ეს უთხრათ იცით რატომ ალავენ იმიტომ რომ დასამალი აქვთ იმიტომ რომ თქვენ არ უნდა იცოდეთ ის იქ რა კორუფციული სქემები ლაგდება რა შავი ფული ტრიალებს აი ზუსტად ეგ არ უნდა იცოდეთ და ზუსტად ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც არ გვაძლევენ ინფორმაციას რომ ჩვენ არ დავსვათ მწვავე კითხვები რომ ჩვენ საზოგადოებას არ უთხრათ სიმართლე ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და რომ გქონდათ გასაქანი გქონდეთ თავის უკანონობაში რასაც ჩადიან აი ეს არის ინფორმაციის დაბლოკვის მთავარი მიზეზი. ეხლა შემოიტანეს კანონები, მაგის გარეშე ხო არ წავალ აქედან რო არ თქვა. ეს დასტა კანონების და რაღაცნაირად ისე არის დაგეგმილი. ერთი კანონით გააკონტროლეს სიტყვა თქვა კონტენტი ანუ შინაარსი, რასაც ვაკეთებთ, ეხლა იქნება უკვე შევა ეს კანონი კარგად ეშხში და ძალაში ცენზორთა ჯგუფებს რო შეკრებენ იმაში კომუნიკაციების კომისიაში თუ არ ვიცი იმის გარეთ და ეს არის ჩვენი ხელისუფლება რომელიც შეხედეთ ხელისუფლების მიერ მართულ ტელევიზიას და ყველამ თქვენს გულში მიპასუხეთ ერთ კითხვაზე შეიძლება ეს ხელისუფლება ზრუნავდეს ეთიკის გაუმჯობესებაზე ან საერთოდ ადარდებდეს ეთიკა ჟურნალისტური ეთიკა მე ვიცი რომ ეს ასე არ არის და მათი მთავარი მიზანი არის ცენზურა და იმის დაშინება რომ არ იყოს თავისუფლება ეს არის შინაარსისგან მოყოლებული შეზღუდვა ამის გარდა არის კანონი რომელიც აქ საქართველოში ჩვენ არ მოგვეცა ერთ-ერთი ძვირი პროდუქტია გამოძიებითი ჟურნალისტიკა. ყველაზე დიდარი ტელევიზია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასობით მილიონი აქვს, 100 მილიონზე მეტი აქვს. ჩვენ სულ მარტო ეხლა კი არა და მარტო ამ ხელისუფლებაში კი არა. სულ და ამათ დროსაც სულ გვინდოდა რომ მოუხედრილიყავით და მიგვემართა მათთვის და ჩვენ აუთსორსი ქვია, მაგრამ ეს ნიშნავს როცა შეკვეთას გაძლევს ტელევიზია რომ მოამზადო პროდუქტი. რატომაც არა, მაგრამ არა ინტერესებს. ყველაზე ლოგიკური თქვენი პროდუქტის მონიტორის გამოძიებების გასვლა სწორედ უნდა იქნებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თუმცაც არ თხოვდით. ისე რომ განთავსებას. მაგრამ არა აქვს ამის სურვილი. ასე ვთქვათ, ჩვენ წავედით და საქართველოში როცა ტელევიზიების გაკონტროლება დაიწყო და ეს პირველად მიშას დროს იყო, მაგრამ მეგონა რომ შეიცვლებოდა და ეხლა ესეც არ შეიცვალა, არ მოგვეცა საშუალება ჩვენ რომ ასე ვთქვათ ტელევიზიის ნაწილი გავხდარიყავით, იმიტომ რომ ამ ტელევიზიებსაც საოცრად უჭირთ. აქ კერძო ტელევიზიებში კიდე ცალკე პროცესი მიმდინარეობს მოგუდვის, უხელფასო დატოვების შემადგენლობის და რაღაცაერი კრიზისების წარმოშობის
არ არის ისე რომ თავისუფალი იყოს ბიზნესი. ბიზნესისთვის არ არის უსაფრთხო რომ დღეს რეკლამა იყიდოს და რეკლამა შეუკვეთოს ტელევიზიებში და პირიქით გეგმავენ რომ რაღაცნაირად რაც შეიძლება განდევნონ რეკლამა. აი ნინო ხარ აკითხვა მაქვს ნახე როდესაც დღეს ვამოწმებდი მედიის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელს სხვადასხვა წელს შევადარე გასული ხელისუფლების დროს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და რთულწელური 2007 წელს ასევე მათი მმართველობის ბოლო წლებს 2011-12 წლებს ხოლო უბრალოდ 11 წელს 12-ს ვიდრე მოვიდოდა ივანიშვილის ხელისუფლება ყველაზე უარესია ახლა არა და ივანიშვილის რეჟიმი თავის აუდიტორიას უქმნის ასეთ განცდას თითქოს და იმის გამო რომ ჩვენ ვარსებობთ სადღაც ესეთ მდგომარეობაში როდესაც გვტოვებენ კოლეგები თავში ურტყავენ კოლეგებს აპატიმრებენ კოლეგებს რომ თითქოს ეს არის იმაზე მაინც უკეთესი ვიდრე იყო აი მოდი ეს ავხსნათ ინდექსშიც გამოიხატა რომ სინამდვილეში ეს არის ცუდი უფრო ცუდი ჩვენ მაგალითად შეიძლება ჩემს მაგალითზე ვთქვა ჩვენ სააკაშვილის პერიოდში გამოგვაგდეს რუსთავი 2-დან წავედით და გავაკეთეთ არასამთავრობო ორგანიზაცია და შეუფერხებლად ვიარსებეთ არავის არ უთქვამს რომ შენ ვერ მიიღებ გამძებელს აკეთებდით და აუდიტორიამდე მიგქონდა კი რა თქმა უნდა ძნელად მაგრამ მიგქონდა ასე ვთქვათ ფინანსურ დღეს ხურავენ, იმიტომ რომ 100%-ით დამოკიდებული ვართ. ან უნდათ რომ ჩვენ დაგვარქვან სამშობლოს მოღალატე და აგენტი და უკვე ესეთი ტერმინითაც იხსენიებენ. ეგ აგენტია. თავიანთ საუბრებში პრემიერ-მინისტრი თუ რა ვიცი რაც ქვია იმას პაპუაშვილი თუ ვინც არიან, ყველა ასე ვთქვათ რაღაცა ისეთი რაღაცა დემონიზაციას ახდენენ და ცდილობენ რომ ან ვიყოთ აგენტი, რასაც არ გავაკეთეთ, ვერ ეღირსებიან, რომ ჩვენ სტუდია მონიტორს და ჩვენაირ თავისუფალ მედიებს აგენტები გვიძახონ, ვერ ეღირსებიან. ესეც ცალსახად ილაპარაკონ, მაგრამ ჩვენ არ შეუერთებით, არ მივიღებთ მაგ კანონს. ეს ერთი და მეორეც თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ვიხურებით, იმიტომ რომ 100 ასე ვთქვათ პროცენტით 100%-ით ჩვენ ვართ დამოკიდებული უცხოურ დაფინანსებაზე. განა კარგი ცხოვრების გამო, იმიტომ რომ აქ გვავიწროვებენ, იმიტომ რომ აქ ავიწროვებენ თავისუფალ ტელევიზიებს და ძალიან ძნელია რომ იარსებო. და სწორედ მაგიტომ უცხოეთში ვცდილობთ რომ ვიშოვოთ რაღაცა დემოკრატიის მხარდამჭერი ფონდებიდან, რომ ჩვენ აქ ვიარსებოთ. და ეხლა მაგასაც გვიკრძალავენ. ესეთი კანონი ჯერ არ ყოფილა. მე ყველგან ვიმეორებ და ამაზე პასუხს ვაგებ ჩემ სიტყვებზე. 25 წელია გამომძიებელი ჟურნალისტი ვარ. ზუსტად 25 წელი და ამაზე მძიმე დრო, ამაზე მძიმე დღეები არ მქონია. არასდროს არ ყოფილა რომ აქ თუ დაიხურები, აქ სიტყვაზე იქ თუ გვითხრეს რომ ვერ იქნები. ხო წავედით სხვაგან ხო ვიარსებებ, დღეს ვერსად ვეღარ ვიარსებებ. აი ეს არის თუ არ ვიბრძოლეთ. ოღონდ ამას რომ ამბობ არეგონოს მაყურებელს რომ ხელები ჩამოუშვი და მართლა შეძლო ეხლა ქართული ოცნების მთავრობამ რომ დაგხუროს. ყველა 100 მეთოდი გვაქვს. და ამ მეთოდებს გამოვიყენებთ, შევებრძოლებით და გადავრჩებით. თვითონ გადარჩებიან თუ არა, ეგ არ ვიცი და ღმერთმა ქნას რომ თავისუფალი მენახოს ეს ქვეყანა ასეთი ხელისუფლების.